შევაჯამოთ კულტურის პოდკასტის პირველი სეზონი. კულტურა არის ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, ენა, ტრადიციები, წესები და სიმბოლოები. კულტურის მეცნიერება იკვლევს, რას ფიქრობენ და როგორ მოქმედებენ ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებაში. კულტურის ისტორია გვაჩვენებს, როგორ განვითარდა სამყარო, ენა, ხელოვნება, რელიგია და სამართალი. ქრისტიანობის გაჩენამ შეცვალა ხედვა, ადამიანი გახდა ცენტრალური ფიგურა, შინაგანი მე და პასუხისმგებლობა პირველად ავგუსტინე ავრელიუსმა დაგვანახა. რენესანსმა კი შეცვალა ყველაფერი, ჰუმანიზმი, მაკიაველიზმის რეალიზმი, რეფორმაცია და კაპიტალიზმი იყო და არის გამაძლიერებელი ინდივიდის თავისუფლებისა. ნეოკლასიციზმიდან დღემდე კულტურა ვითარდება თავისუფლებასა და ცოდნაზე, განათლება, მეცნიერება, ინდუსტრია და ტექნოლოგია აძლიერებენ ადამიანს. დღეს ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ავტორია, არამედ აქტიური მონაწილე გლობალურ კულტურულ პროცესებში. საბოლოოდ ყველანი ვხვდებით, რომ კულტურა არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შემოქმედებითი ძალა. კულტურა ქმნის ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომლებიც სამყაროს შექმნიდან მოყოლებული გვახასიათებს და დღითი დღე გვავითარებს ჰუმანიზმის მეთოდებით. თუმცა ეგოიზმი მუდმივი გამოწვევაა და ხშირად ზღვარს გადაგვიყვანს პრომეთეს მსგავსად, მაგრამ ჰუმანიზმი მაინც ძლევს და ქრისტეს მსგავსად კვლავ დგებით. სწორედ ესაა კულტურა, ადამიანის შეუქცევადი პროცესი უკეთესად გახდომისა.